ადამიანებს უნდა მივცეს შესაძლებლობა, რომ მართონ საკუთარი ბედი და ამისთვის ჭირდებათ როგორც ღირსეული ცხოვრების პირობები ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ღირსეული მოქალაქეობა, ანუ გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. ეს ძალიან კარგად იყო გააზრებული პირველ რესპუბლიკაში და როდესაც ჩვენ ვკითხულობთ აი ამ კონსტიტუციას და არა მხოლოდ კონსტიტუციას, ხო, სხვა კანონებს, რომლითაც ეს კონსტიტუცია იმ კანონებს, რომლებიც მოქმედებდნენ მანამ სანამ კონსტიტუციას ფორმალურად მიიღებდნენ. რეალურად კონსტიტუცია რა იყო, როცა მიიღეს 21 წელს კონსტიტუცია, ეს იყო იმისი უბრალოდ ესე იგი აი ამ კონსტიტუციის როგორც უზენაესი კანონის ფორმაში მოქცევა, რაც იქამდე 3 წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში, ხო? რეალურად ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ჩვენ არ ვიცით როგორ იმუშავებდა, იმიტომ რომ 4 დღე არსებობდა. რეალურად ვიცით როგორ არსებობდა, იმიტომ რომ 3 წელი ზუსტად ეგრე მუშაობდა. ქვეყანა de facto უბრალოდ ეს ამას პოლიტიკურ სამართალში კონსტიტუციონალიზაციას უწოდებთ, როცა რეალურ მოცემულ რეალობას უბრალოდ მე ძირითად კანონში გადაიტან, ხო? სანამ ეს კონსტიტუციონალიზაცია მოხდებოდა, იქამდე 3 წელი ეს ქვეყანა მუშაობდა და მუშაობდა იმ თავისი მთელი წარმატებებით, პრობლემებითაც, მაგრამ წარმატებებით, აი ირაკლი მშვენივრად მააღწერა მთელი რიგი ასპექტები, რომლითაც მუშაობდა რა.